you here. It's a good thing for Georgia. And also responsible for the Euro-Atlantic integration. The very transformation that you also have our staff members here on the ground with your ambassador. And used to be ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი გვესტუმრა ჩვენ მქონდა კარგი გაცვლა ჩვენი მოსაზრებების ნატოსთან ჩვენს ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩეხეთი მხარს უჭერს ძალიან ღიად, ძალიან მტკიცედ ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურაში, ევროპაში გაერთიანებას. ძალიან მნიშვნელოვანი ხმა არის სწორედ ჩეხეთის და აღმოსავლეთ ევროპის, რომელიც მხარს დაუჭერს მომავალ სამი-წელს ჩვენს უფრო ახლო დაახლოებას ნატოსთან, ასევე ვისაუბრეთ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და გაუცვალეთ თქვათ ერთმანეთს მოსაზრებები თუ უახლოეს პერიოდში რა აქვს საქართველოს ნაბიჯები გადასადგმელი რომ ევროპა რეალურად გახდეს საქართველოსთვის მიმღები მხარე. ამიტომ ჩვენი რეფორმა იუსტიციის დარგში, ჩვენი უსაფრთხოების თავდაცვის დარგში გატარებული ნაბიჯები პირდაპირ აისახება და შეფასებულია ძალიან მაღალი შეფასებებით და აისახება ჩვენს გაწევრიანებაზე ნატოში და ევროკავშირში. I was very glad to meet the Minister of Defense for two reasons. First of all, as friends of Georgia, we were interested about his assessment of the security situation in the Southern Caucasus and of the situation of Georgia now. That's one thing. Second, he is one of the leaders of the coalition party, so of course I wanted to know too how he sees the political situation in the country and the development and the progress of the reforms.